მოდით ლილოში. ეხლა ვაპირებთ ვარჯიშს. საერთოდ ახალი არის აბსოლუტურად ყველაფერი. ეხლა ვივარჯიშებთ, გადავხედავთ, მანქანებზე რაღაცები შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა. და ვნახოთ, დაგველოდეთ, რაღაც ვიდეოები შემოგთავაზებთ და დღის ბოლოს თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პატარა განხილვასაც გავაკეთებ, რა და როგორ გავაკეთეთ ავტომობილზე რა. Here we go. Money, making crap for money. Money, making crap for money. Yeah. 让他们都在说有钱才能做自我，掉入消费主义陷阱，花钱不是错，被市场的艺术定论的对敏感也会围绕在你周围，渴望财富不断在你心中积累，幻想每时守着定了才这简直在做梦，我要做的一首歌星前灵魂变得空洞。რა დავიმართა და გასკდა პლასმასი. და ერთი წყვილი საბურავი გვაქვს დარჩენილი და მანამდე თანაგერ რაღაც ტორეტოებს ვაკეთებ, ტურბინის წნევა არ მომწონს და ვარემ გავზრდი მაგასაც და ერთი გზაშია რა მოკლედ ნაწილი შევცვლი ეხა უცებ, არაფერი ისეთი არ დაზიანებულა და შევალ და ერთი წყვილი საბურავი მაქვს კიდევ და ვივლი და ვნახოთ რა. ეს ახალ დეტალებს რო ვაყენებ ხოლმე ესე იცის ხოლმე გავფუჭებან. გიტო. არის დამნაშავე. წყლის ტროკა, მილი. ანუ ეს როგორ არის იცი? ნოლი გარბენითა მაქვს დაყენებული და ამიტომაც დაემართა ესე ნუ გამხმარია, სადაც 300-400.000 აქ ამას უკვე გავლილი და შევსრულდა რა 100 წელი რა. ეხლა გამომიგზავნიან ბიჭები. დავაყენებ და შათა და დავიდან. ზოგადად რა ხო ყველაფერში ანტიკვარები ვართ რა და ტექნიკურ ჯგუფს ეგეთი მყავს, ანუ საკუთარი ძმაცა მოყვა, მართან დომინოს თამაშობს და მე მანქანას ვაკეთებ. აიმე. და იქ რა გინდა? არა, ხუმრობა იქით იყოს, მე არა ვარ, უბრალოდ რაღაც იცვის
აურაცოდვა. მაგლეთ. სირცხვილი მე. და რატო? ელექტრო გაგრილება, ასე ვთქვათ, ვენტილატორი, რამაც უნდა გააგრილოს წყლის სისტემა. დამიერთებია პირიქით. ანუ მაგიხსნით. ანუ თბილი ჰაერი გამოგქონდა გარეთ. უნდა შექონდეს აქედან ცივი შიგნით. ნუ გამომეპარა სიჩქარეში, რა თქმა უნდა, ნუ ეს პლასმასის არა იმიტომ გასკდა, თურმე რომ გარბენი აქვს დიდი და ძველია, ჩემი ბრალი ყოფილა, გამოვასწორებ ახლა, გვაქვს ჯერ კიდევ საბურავები და დღეს წავიდა შათათ, ათათ და აი გარია. ეგი, საწალი, მოუკალი, ამდენი ხალი ჩემი მათონ. მოგესალმებით. გუში ვერ მოვასწარით, აკეთება, ვერ მოვასწარით რაღაც დეტალები გამოგვიგზავნეს და ისეთი დეტალიც იყო დაზიანებული, რომ დროში ვეღარ ვეტევდით მიდიმოდიში. დღეს ცოტა გვიან გამოვედით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოვასწრებ ხა გაკეთებას. შემდეგ შესვლას და 1-2 სამ გავლას რა და თან განახებთ ხა როგორ მუშაობ. ყოჩაღი ბიჭი ვარ ზოგადად და ეხლა უნდა მოხსნა ჩემწოვი კოლექტორი და მაგის ქვემოთ აყენია წყლის ტრაინიკი არის პლასმასის, რომელმაც ვერ გაუძლო გუშინ და მიგვატოვა რა წამოღებული მაქვს ახალი. მაგის გარდა კიდე რაღაც დეტალები წამოვიღე, რომ გუშინ თუ რა გავაფუჭე რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოვეკეცი სადღაც 2 თუ 3 წლის საბურავი საკმაოდ ვენტილატორის გარეშე ვატარება. იმედი მაქვს რომ აპატიებს, ცოტა ხანში ხა დავქოქა. ჩავასხამ წყალს. ნახოთ. წეს თუ ნამაპატიებს, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა ყოფილა ესეთი და არაფერი არ დაზიანებულა ისეთი საგანგაშო და იმედი მაქვს. დამიყვარ შრომა. ისე სხვათა შორის ელექტრო ფისტალეტები რო წამომეღო, სხვათა შორის უფრო მალე დავშლიდი, მაგრამ არა უშავს, ხელი უნდა გავავარჯიშოთ. მეგობრებო, მოდუნება არ შეიძლება. როგორც კი დუნდები, ეგრევე ბერდები რა და ამიტომ ტექნიკური ჯგუფიც მე ვარ, მძღოლიც მე ვარ. რავი, ყველაფერი მე ვარ რა, იტყვი და იმით მეშველება. ნინა მაგნიტი როგორ არიციან რა არის? მე რატო არ მომიტანე? რამოდენიმე წამი და დამნაშავეს მივაგნებთ. კოლექტორი მოხსენით და აი ეს დამპალი არის. აი აქ, ნახეთ როგორ არის გახეთქილი. ხელაბზარი აქ. შევცვლე ხა უცებ ავატყობ და ეგ არის. მოვიდა. უი, აღარ არის. სკასკდა. დამღებული გვაქვს ახალი. დავაყენებ ხა. და ეგ არის. ხო, კიდე. რაც თავარია. არ ვანაგვიანებთ გარემოს. მიგვაქ. ვაყენებ. დირექტორი წამოვიღე. შლანგიც გახეული იყო, გაგელეჭილი იყო, აროჩი რა. რა არის? ვაწყობთ, სულ გავიდი ბოლოში. ეხა ავაწყობ და ეგ არის. არა, მუშაობთ ეგ იმუშავებს.
გამოვედით შეჯიბრის დღეა. ხა პირველად ეულში არ შევალ, დაველოდები ცოტას და შევალბარებ და ჩეს განახილეთ. წარმატება ჟიურის. ბიჭებო, აბა 10 საათზე ვიწყებ კვალიფიკაციას, 10 აპლიკაციის შემოდივარ, იგაგიდან ამე. ხება ახლა მოწრებ გაკეთებული არაფერი გამოიწურა ვიდრიანი. ეგარი და ეგრესია ცოტა მიგება. დამჭირე პროცესს მოუწევი, წარმატებული ვიყოს. დავამატე ბაკით. იგივე წერია. აქ ჩავდივარ ტოპ-4. დავასრულეთ შეჯიბრიც დღევანდელი დღეც დაღლილები ვართ ჩემი თავით ძალიან უკმაყოფილო ვარ პირველ რიგში იმითა ვარ უკმაყოფილო რომ ძალიან სისულელე გავაკეთე როდესაც ვიყიდე წლოვანებით ძველი საბურავები საერთოდ საფართან არ მქონდა მოჭიდება საერთოდ ვერ მართე მანქანა გასაბურავებითაც ვივარჯიშე და არის ვიდეოები და ნახავთ და ნახეთ აქამდე იმის 10% კი 5%-იც არ გამივლია კვალიფიკაციაზე და დღევანდელ დღეს ძალიან გულნათკენი ვარ ცოტა მოწყენილიც ვარ მაგრამ ხვალიდან განამივლის ეს ყველაფერი და ახალი შემართებით და ახალი ძალებით ვიხილავთ 16 თებერვალს ისევ შეჯიბრზე რა დაგველოდეთ მადლობა ყურადღებისთვის